რა სიყვარული იყო, როგორი ურთიერთობები იყო, როგორი სასწაული იყო აფხაზეთი. ჩემ ოჯახში საერთოდ ქობულეთი და ბათუმი დასასვენებლად არც მოიაზრებოდა. ისევე როგორც უმეტესობისთვის. თუ იქ სახლიდან ათესაობა არ ყავდა. ყველა მივდიოდით რა თქმა უნდა აფხაზეთში დასასვენებლად. მახსოვს ემოციურ დონეზე, ფერების დონეზე. მახსოვს განათებას, როგორ იცვლებოდა განათება, როგორც კი აფხაზეთის გზას დავადგებოდით. განათების სვლასთან ერთად იცვლებოდა ვიზუალი. აი ეს მახსოვს შეგრძნებების და აი ესეთი რაღაცნაირი სითბოს და მზის სხვანაირი სინათლის შეგრძნებებით. ფლეშებად მახსოვს, ფოტოებად მახსოვს, ისტორიებად მახსოვს, მაგრამ ეს ძალიან მალე ჩაქრება ეს ყველაფერი და დამავიწყდება რა თქმა უნდა. რატომღაც არც მომსვლი აზრად რომ შვილებს დავუჯდე და მოუყვე. და ალბათ ჩემნაირი ძალიან ბევრია და ეს ძალიან ცუდია. იმიტომ რომ თქვენ რომ არა და ის ადამიანური სიყვარული რო არა, რომლებიც ჩვენში ჯერ კიდევ ცოცხლობს, ძალიან იოლია რომ შეეგუო იმას რაც არის. მე მახსოვს ბედნიერი ბავშვობა, მახსოვს სასწაული ბუნება, მახსოვს ამინდი რომელიც არასოდეს არ ფუჭდებოდა და ცას პრინციპში მხოლოდ დასატკბობად ვუყურებდით, მახსოვს ზღვა სხვა ფერის, რატომღაც იგივე შავი ზღვა, მაგრამ სხვა ფერის იყო, სანაპირო სხვანაირი იყო, პალმები, ხეები, აი ესეთი ბრტყელი ფოთლები იყო მახსოვს, ხეები, ბრტყელფოთოლა ხეები, პრიალებდა, ვაპრიალებდით მე და ჩემი და ჩინგაჩქუგის ქუდებს ვიკეთებდით იმ ქუდებისგან. თავისივე ყლორტებით ვაბავდით ერთმანეთს. აი ეს მახსოვს. მახსოვს არაჩვეულებრივი ზღაპრული სასახლე ხოფერიების. ეკა და თეა ხოფერიები. ერთად ვისვენებდით ხოლმე სასწაულ სასახლეში, რომელიც ზღაპარს გავდა, იმიტომ რომ ესეთი გრძელი კიბეებით, აი ესეთი გრძელი ლამაზი კიბეებით ჩადიოდი პირდაპირ სანაპიროს. და მაღლა ესეთი გრძელი სახლი იყო, მახსოვს ყავას როგორ ფქვავდნენ დედიკოები, ჩვენ ხის ქოშებით როგორ დავკაკუნობდით, ძალიან მოდაში იყო ეს ხის ქოშები, ესეთი გადასაჭერებით აქ და მახსოვს რა ფერები ვიყავით მე და ჩემი და მულატკებს გვეძახდნენ, ხუჭუჭები ვიყავით პატარები და ძალიან ვშავდებოდით. მახსოვს საუზმეები ვისხედით გახსნილ აივანზე, კი არა და აი როგორც ვერანდაზე და დაბლა ზღვადამზე, ნუ რაღაცა სწავლები და მინდა რომ კიდე და კიდე ამოყაროს ტვინმა რაღაცა ესეთები, იმიტომ რომ ძალიან გული მწყდება. ზუსტად ვიცი როგორ უყვარვართ იმ ხალხს. პანდემიის დროს ჩართვები მქონდა სოხუმიდან, პირდაპირი ლაივები. როგორ გვეფერებია, როგორ უყვარვართ. სიკეთით გონებას თუ ჩავრთავთ სიყვარულით. ყველაფერი კარგად იქნება. მე რომ მივედი ანსამბლში, მაშინ არ იყო ჯერ აფხაზური ცეკვა და ერთ ჩვენიერ დღეს ნინო რამიშვილმა გამოაცხადა, რომ ვდგავ ახალ ცეკვას აფხაზურს. რაღაცა ეტაპამდე ცხოვრების სანამ რა ვირ დავირიე, ვერ ხვდებოდი განსხვავებას, ვინ იყო ოსი, ვინ იყო სომეხი. მე მივხვდი, რომ აფხაზეთი ცალკე რეგიონია. ხვდები? აფხაზეთი ზღვადამზე და ანუ ხვდები, მაშინ დაუფიქრდი, რომ ცალკე ენაა, ცალკე დიალექტია, ცალკე და ცალკე ხალხია, რომლებიც ჩვენთან ერთად ცხოვრობენ, ჩვენ მიწაზე ერთად ვცხოვრობთ. და ცეკვა რომ გვაჩვენა რა სტილის და რა მანერის იყო, მივხვდი რომ თლად ჩვენი ხალხია. ჩვენებურები არიან. ისეთი მოძრაობებია, ისეთი ლამაზია. უნდა გავიაზროთ ვის რა შეგვეშალა პირველ რიგში. შევრიგდეთ სასწრაფოდ და ერთად გავიქცეთ წინ. ფრენით, ცეკვა-ცეკვით.